ვერ შეგვაშინებთ მიმართავს პროფესორ მასწავლებლების ნაწილი რეჟიმს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ამბობენ რომ სამსახურიდან გათავისუფლება და მუქარა მათ ვერ გააჩვენებს. ახლა რაც შეეხება პროფესორ მასწავლებლების დღევანდელ მიმართვას, ვინც ტექსტის შინაარსს იზიარებს, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. ისინი ყველას მოუწოდებენ 19 ივლისის აქცია მარშზე მისვლისკენ. ეს აქცია ბოიკოტის მომხრე პარტიებმა დააანონსეს. დემონსტრაცია უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყება. ამავე დღეს აქცია დაგეგმილია ბათუმშიც. ნახოთ სიუჟეტი. დასტური იმისა, რომ სწორად მიცხოვრია. ეს გიორგი გოცირიძის პირველი რეაქციაა სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც თელავის უნივერსიტეტის გადაწყვეტილების შესახებ გაიგო. სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება, რომელიც 15 ივლისით თარიღდება პროფესორს გუშინ ჩაბარდა. აკადემიურმა საბჭომ ამავე უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს, რომელსაც მინიმუმ 30 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, მხოლოდ იმიტომ შეუწყვიტა სამუშაო ხელშეკრულება, რომ ის ოცნების პოლიტიკას ღიად ემიჯნება. ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი. ეს პროცესი დაიწყო ჩვენთვის არა 28 ნოემბრიდან, როდესაც ანტიდასავლური კურსის აფიშირება მოახდინა ხელისუფლებამ, არამედ დაიწყო ჩვენთვის 26 ოქტომბრიდან და ცოტა უფრო ადრე. რეორგანიზაციის მოტივით თელავის უნივერსიტეტმა კიდევ 4 მაღალკვალიფიციური თანამშრომელი გაათავისუფლა. პროფესორებისთვის მიზეზი ცხადია, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლა და პროევროპულ აქციებში აქტიური მონაწილეობა. რეპრესიები მათ წინააღმდეგ პირველი რუსული კანონის დამტკიცების დღიდან დაიწყო. განსხვავებული პოზიციების გამო კი უნივერსიტეტი მათ არც ერთ ინიციატივას არ იზიარებდა. არ აძლევდა საშუალებას ჩართულიყვნენ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებში. უნივერსიტეტი მთლიანად უგულებელყოფდა ჩვენს წინადადებებს, რომელიც მიზნად ისახავდა უნივერსიტეტში ფინანსური რესურსების მოზიდვასა და სტუდენტთა რაოდენობის ზრდას. მიანიშნეს დიდი უნივერსიტეტების პროფესორებს, რომ თუ თქვენ იქნებით ისეთ მდგომარეობაში, როგორც იყვნენ ეს პროფესორები, თუ თქვენს იქნებით ქუჩაში და გამოხატავთ თქვენ პროცესს, თქვენს დამოკიდებულებას ამ პროცესებისადმი, რაც საქართველოში მიმდინარეობს, აღმოჩნდებით ზუსტად იმავე მდგომარეობაში. პროფესორები სამართლებრივ ბრძოლას აანონსებენ მიუხედავად იმისა, რომ ობიექტური გამოძიების მოლოდინი არ აქვთ, სარჩელით მაინც მიმართეს თელავის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც უკანონო რეორგანიზაციის პროცესს ასაჩივრებენ. არ მესმის, როგორ შეიძლება მშვიდად უყურებდეს უნივერსიტეტის ლექტორი საქართველოს მთავრობის სრულიად შემაშფოთებელ პოლიტიკას. ჩვენ უკვე შევიტანეთ სარჩელის სასამართლოში, გამომდინარე იქიდან, რომ გუშინ არ ჰქონდა დოკუმენტი ოფიციალური ბრძანება ჩვენი გათავისუფლების, ვაპროტესტებთ მხოლოდ რეორგანიზაციის აბსურდულობა. ახლა რა თქმა უნდა უკვე შედეგი ხელში გვიკავია დოკუმენტის სახით და ვაპირებთ ბრძოლას. კობახიძის მიერ დაანონსებული ეგრეთ წოდებული საუნივერსიტეტო რეფორმები კვალიფიციური პროფესორებისთვის, რომ დასჯის მექანიზმად გამოიყენება, ამაზე საუბრობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორებიც. რამდენიმე თვის წინ უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს 3 მოწვეული ლექტორი. იურიდიული ფაკულტეტის ყოფილი პროფესორები გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივით ხსნიან და არ გამორიცხავენ, რომ განსხვავებული პოზიციების გამო პროფესორებს შრომით ხელშეკრულებებს აღარ გაუგრძელებენ. დაიწყო ეტაპობრივად შემცირებული საათები და ბოლოს საერთოდ აღარ გააფორმეს კონტრაქტი. ეს მათთვის არის უფრო სისუსტის მაჩვენებელი, ვიდრე ჩემთვის რაიმე ესეთი მნიშვნელოვანი დანაკარგი, იმიტომ რომ მე ჩემ პიროვნულ ღირებულებებს არ ვღალატობ და არანაირი ანგარების და სხვა მოტივის გამო არც საკუთარ თავს, არც ქვეყნის მომავალს და არც ჩემი სტუდენტების სიყვარულს არაფერზე არ ვყიდი. ოცნების მთავარი სამიზნე იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გასულ წელს ავტორიზაციის საბჭომ ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა ავტორიზაციის ექსპერტ და უმაღლესი შეფასებები. საბოლოოდ კი რამდენიმე თვიანი დავის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტს ავტორიზაცია 6 წლის ვადით მიენიჭა. უნივერსიტეტის პროფესორების შეფასებით ამ შემთხვევაში ოცნებას მოუწია უკან დახევა, თუმცა ნებისმიერ დროს ნებისმიერი მიზეზით შეეცდება განსხვავებული აზრის ჩახშობასა და მუშაობის პროცესში ჩარევას. ოცნება ბევრი მიმართულებით ახორციელებს რეპრესიებს და როგორც ჩანს, სურს ახლა ეს რეპრესიები გაატაროს უმაღლესებში და პროფესორების მიმართ.
მაგრამ ერთი რამე უნდა ესმოდეს, რომ ის ვერ შეაჩერებს პროტესტს, შეუტიეს და სურდათ ილიას უნივერსიტეტის წინააღმდეგები, მაგრამ კვალიფიციურმა და კონსოლიდირებულმა ძალისხმევამ ხელისუფლებას უკან დაახევინა. ასე იქნება ყველა შემთხვევაში. ის, რაც ახლა ხდება პროფესორებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ, არის ბრძოლა საბჭოური წესებით. ასეთია განათლების ექსპერტების შეფასება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეპრესიების ფონზე პროფესიონალების დიდ ნაწილს ქვეყნის დატოვება მოუწევს და ამით რისკის ქვეშ არათუ საგანმანათლებლო სისტემა, არამედ მთლიანად ქვეყნის ბედი აღმოჩნდება. თუ უნივერსიტეტში პოლიტიკური ნიშნით შევარჩევთ კადრებს, ან პროფესორებს შევარჩევთ და ავტორებთან დავაჯილდოებთ და გავათავისუფლებთ, ეს გამოიწვევს იმას, რომ მიიღებთ ისეთივე სისტემას, როგორც ჰქონდა 70 წლის განმავლობაში, როდესაც პარტია წვეთ და ვინ უნდა ყოფილიყო პროფესორი, ვინ უნდა ყოფილიყო მეცნიერი, ვინ უნდა ყოფილიყო ხელოვანი. მარტო პროფესორების გაშვებით არ დამთავრდება ეს ამბავი, დამთავრდება უნივერსიტეტების გაუქმებითაც და დახურვითაც. ივანიშვილის პრემიერმა ჯერ კიდევ გასულ წელს გააკეთა განცხადება, რომ ოცნება მასშტაბური საუნივერსიტეტო რეფორმებისთვის ემზადებოდა. პროფესორ მასწავლებლები და განათლების ექსპერტები კი თავიდანვე ხედავდნენ რისკებს, რომ ამ მექანიზმს რეჟიმი არასასურველი პირების მიმართ მათთვის სასურველ დროს აამოქმედებდა. ფიქრობენ, რომ რაც ახლა საუნივერსიტეტო წრეებში ხდება, დასაწყისია რეპრესიები უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.